ხელისუფლებაშია, ხელფასია, ბევრი ფული, რაღაცა და ბედნიერად არის. მაგრამ აი სამეზობლოში რომ მიდის, რო გაიარას, აი იმ მაღაზიაში, სადაც ყველა რაღაცას ყიდულობს, წყალს, რაღაცა სახლისთვის და ხედავს რომ ის გამყიდველის არ უყურებს კარგად, იმიტომ რომ რუსული კანონი რაღაცა ადრე თუ კარგად ესალმებოდა და ეს ეხა რაღაცა ისე უყურებს, არ უნდა ამ ადამიანთან ბევრი კონტაქტი. ავიდა სახლში, მეუღლე მუთხა რომ ჩვენმა ბიცოლამ დარეკა რომ იმის დეიდაშვილის ქმარს შენზე დაუწერია ეს კომენტარი, ძალიან ნერვიულობს და ღელავს. მარტო მაგან კი არ დარეკა. აგე დედაჩემმა მითხრა რომ იქ ნელის გოგოს ასე უთქვამს რომ ეგენი რუსები არიან. სახლში შეხედა შვილს და შვილმა უთხრა მერე რომ დედა, აი მასთან რომ მეგობრობ მე და ამბობენ რომ რაღაცა რომ თქვენ ვიღაცას ცემეთ. გაგიჟდა ძმაო, აი ნაწამედი ეხა ეს როგორც პლასმასის რა. და რო ჟონავდეს და მიაჭირა თითი რაღაც ერთი კანონი მიიღო, არ უშველა. მეორე მიაჭირა, ესე ყველ მხრიდან ვეღარ იჭერს, იგე? ესე უჭიროს, მე ეხა ეს იმსება აქედან გადმოდის. გაგიჟდნენ რა. ხელსადებენ Facebook-ზე კომენტარი არ დაწერო. თანამდებობის პირველ მე ვერ დამიძახებ ვერაფერს, ანუ ნახე, გიჟებივით არიან რა. რა შეურაცხყოფა მომაკნე? დაიჭირეთ 5000. ანუ ეგ არის ძალიან დიდი ფსიქოზის შედეგი. რაშიც ესენი არიან ოღონდ აქედან გამოსავალი აღარ არის. ერთ-ერთი გამოსავალი არის, აი ჩამღაუჭებულ ხელისუფლებას რაღაცნაირად შეეშვათ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება. ბიჭო, მოუჭირეს ეს, ეხა ოღონდ წელზე კი აღარ მოუჭირეს ეს კამარი. ყელზე არის გადასვლები.